ჩვენთვის დიდი პატივია დღეს ამ ჩვენი ყოველწლიური leadership summit-ის მოწყობა და თქვენი ჩვენთან სტუმრობა, მონაწილეობა. ძალიან საინტერესო და კარგი დღე გვაქვს დღეს თქვენთვის დაგეგმილი. პირველ რიგში მინდა რომ აჯენდა გაგაცნოთ და სანამ აჯენდას გაგაცნობთ, მანამდე მინდა გითხრათ გუშინ რაც მოხდა ჩვენთან. არ ვიცი უყურეთ თუ არა. გუშინ ჩვენ გავაკეთეთ AI უმაღლეს განათლებაში ფორუმი, სადაც ძალიან ბევრი ხალხი ყავდა დაპატიჟებული. მათ შორის იყვნენ როგორც განათლების სამინისტროდან, მინისტრის მოადგილე იყო, ჯიტადან იყო წარმომადგენელი, პარლამენტიდან, უნივერსიტეტებიდან, სკოლებიდან. მათ შორის დიდი ალბათობით თქვენი სკოლების წარმომადგენლებიც იქნებოდნენ, იმიტომ რომ თქვენ სწავლობთ სკოლებში, რომლებიც ჩვენი პარტნიორები არიან. ჩვენი ლექტორები მოდიან ხოლმე თქვენთან ლექციებს კითხულობენ, დიდი ალბათობით თქვენ დაესწარით ერთ-ერთ ჩვენი სტუმრობისას ლექციას. ხო ასეა? ხო დაესწარით? მოგეწონათ? კაი იყო? ძალიან კარგი, ძალიან მიხარია. იმედია დღესაც ჩვენი პროგრამა მოგეწონებათ. ხელოვნური ინტელექტი არის ძალიან პოპულარული და აი დღეს დილითაც ვსაუბრობდით, რეფლექსია გქონდა გუშინდელი დღის და რას ვამბობდი, რას აღნიშნავდით, რომ ძალიან მარტივია, რომ როცა ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე, ჩვენი საუბარი და დისკუსია და ვორქშოპი და თემა იყოს ზედაპირული. ძალიან მარტივია, იმიტომ რომ ძალიან პოპულარულია ხალხის მხრიდან AI-ზე ლაპარაკი, მაშინ როცა ადამიანს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, ანუ სიღრმეში არ არის გარკვეული AI რას აკეთებს. და ეს არის, ერთი მინუსი რა, მაგრამ ყველაფერ ასეთ პოპულარულს თან ახლავს ესეთი, ვთქვათ, დისკუსიებიც, რა თქმა უნდა. თუმცა ჩვენი ამოცანა დღეს არის, რომ ჩვენ შევიდეთ სიღრმეში. გუშინ ერთ-ერთი სესია გქონდა პრომპტის წიგნიერებაზე. პრომპტი ხო იცით რაც არის? ხო, ყველა მიცით პრომპტი რა არის? პრომპტი არის დავალება, რასაც ვაძლევთ ხელოვნურ ინტელექტს, რომ შეგვისრულოს. და ვისაც ქონია პრომპტის წერასთან შეხება, იცით, გეცოდინებათ, რომ განსხვავებული არის. ანუ არ არის, აი როგორც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. ხო, ახლა მე ჩვენ როგორც ვსაუბრობთ, ისე უთხრა ხელოვნურ ინტელექტს, რომ ვთქვათ, რაღაცა გამიკეთე, ის დაიბნევა, რაღაცას მოიგონებს, ვერ გააკეთებს კარგად. ანუ სხვა ტიპის კომუნიკაცია არის საჭირო, მაშინ როცა ჩვენ პრომპტის ინჟინერიაზე ვლაპარაკობთ, ხო? და ერთი თემა რაზე იყო ახლა? ჩვენ რო პრომპტის წიგნიერებას ვვდით, ანუ რას ნიშნავს ეს, რომ ადამიანებში, სტუდენტებში, მოსწავლეებში ჩვენ ვცდილობთ, რომ გავანვითაროთ უნარი, როგორ დაიწეროს პრომპტი. და ვიცით, რომ ეს განსხვავებული ფორმატი არის, ხო? ეს რამდენად ცვლის ტრადიციულ მიდგომას კომუნიკაციის. იმიტომ ეს არის mind shift-ი. ანუ ჩვენ ვეკომუნიკაციებით ხელოვნურ ინტელექტს, როგორც ავუხსნიდით რაღაცას პირობითად 5 წლის ბავშვს. ოღონდ უფრო მარტივად. იმიტომ რომ იმან თუ არ გაიგო ზუსტად, კონკრეტულად, მოკლედ მე რას ვავალებ, იმას არ გამიკეთებს, რაც მინდა რომ გამიკეთოს, ხო? ანუ ეს დისკუსიები ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ ეხლა თქვენ ხართ თაობის წარმომადგენელი, რომლისთვისაც ხელოვნური ინტელექტი, თანამედროვე ტექნოლოგიები, emerging technologies, რასაც ქვია, ხო? ეს ყველაფერი არის native. ანუ თქვენი პირველი ენა არის ეს. და შესაბამისად თქვენ ამასთან ერთად იზრდებით. და ერთი ესეთი ის არის პანჯარა არის გარკვეულწილად, რომელსაც ყველა აღიარებს. რომ აი დაახლოებით აი 2 წელიწადში მოხდება ხელოვნური ინტელექტის ისე ათვისება ეკონომიკაში, როგორც მოხდა ინტერნეტის თავის დროზე ათვისება, როგორ მოხდა ვთქვათ e-commerce-ის თავის დროზე ათვისება და ასე შემდეგ. ანუ იქმნება თულები ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული, რომელიც ახდენს ტრანსფორმაციას ყველაფრის. და ჩვენ დღევანდელი თემაც არის უკავშირდება ზუსტად ამას. ჩვენი მთელი დღე იქნება ინგლისურ ენაზე, უბრალოდ ეს არის გახსნითი სიტყვა, სადაც ქართულად აგიხსნით ჩვენ გეგმებს და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა სესიებში უკვე ინგლისურად გვექნება ყველა ლექცია, იმიტომ რომ ვიცით რომ თქვენთვის ინგლისური ისეთივე ვთქვათ ახლო არის, ისეთივე მარტივია, როგორც ვთქვათ ქართულად კომუნიკაცია, ხო? ძალიან მაგარია. Okay, დაუბრუნდეთ მას ჩვენ დღის გეგმას. ჩვენ ახლა ვართ ეს გავიარეთ
ეხა ვართ აქ 11:09-დან 11-მდე ჩემი სიტყვა არის. ჩვენ დღის გეგმაში რა გვაქვს ეხა? ხელოვნური ინტელექტის რევოლუცია და ლიდერშიპის მომავალი. თქვენ ყველანი აქ ვინც ხართ მომავლის ლიდერები. და ლიდერობაზე რა გავლენას ახდენს ხელოვნური ინტელექტი? ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. გვექნება ინტერაქციული სესიები, რომელსაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში სესია, რომელსაც ჩვენი ბიზნეს და ინოვაციების სკოლის დეკანი, პროფესორი ნინო ლობჯანიძე წარუძღვება. დიდი ალბათობით შეხვედრი ხართ ნინოს. იმიტომ რომ ბევრ სკოლაში იყო სტუმრად. შემდეგი არის ჩემი სესია, workshop-ი, რომელიც არის AI წიგნიერება მომავლის ლიდერებისთვის. აქ გვექნება deep dive იმაში, თუ რა ტიპის ხელოვნური ინტელექტი არსებობს, რომელ სექტორში როგორ მოხდა ხელოვნური ინტელექტის ათვისება და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო თემები, შევალ სიღრმეებში ვთქვათ, ჩვენ რას ვაკეთებთ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, როგორ გვეხმარება და ასე შემდეგ. შემდეგი გვაქვს lunch break. ყვება გვაქვს, ეს რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. არის ფიქრობთ, რომ სამის გარშე დაგტოვებთ. ლანჩი გვაქვს, აქ გექნებათ, არც წასვლა არ მოგიწევთ. 1 საათი და ასევე ამ 1 საათის მანძილზე იცით როგორ მივიღოთ? ეხლა ეს კი რა თქმა უნდა დავისვენოთ, უნდა შევისვენოთ, მაგრამ ეხლა ჩვენ ისეთი დღე გვაქვს წინ, რომ ჩემთვის მაგალითად ძალიან საინტერესო იქნება თითოეულ თქვენგანთან კიდე ცალკე ესე ინდივიდუალურად განხილვა იმის, თქვენ რას ფიქრობთ, რა შთაბეჭდილება გჩებათ ამ ყველაფერზე. ეხლა თქვენ რასაც მოისმენთ, მაგაზე თქვენი უკავშირით რომ გაგვიზიაროთ, აი შესვენებისას 1 საათის მანძილზე ძალიან საინტერესო იქნება. ან ჩვენთვის კი ვფიქრობთ ყველაფერზე, გვინდა რომ პრობლემიდან გამოვიდეთ. გვინდა რომ ვთქვათ არ მოვიგონოთ პრობლემა, ანუ გვინდა რომ რა პრობლემის წინაშეც ვდგავართ, იმის გადაჭრის გზა მოვიფიქროთ. და თითოეული თქვენგანი თუ გვაქვს იმის ვთქვათ ცნობიერება, რომ ხართ მომავლის ლიდერები, თან ამავე დროს გვაქვს მოლოდინიც, რომ ძალიან თავისუფლად შეიძლება პრობლემის წინაშე იდგეთ, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი დიდი ალბათობით გადაჭრის. ამიტომ აი ამ ყველაფერზე თქვენც იფიქრეთ ამ სესიებისას და ლანჩის დროს განვიხილოთ. შემდეგი გვაქვს სესია ბიზნესი AI-ის ეპოქაში. ეს ძალიან საინტერესო სესია იქნება. ვთქვათ, სხვადასხვა ბიზნესის მაგალითი, რას აკეთებენ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, როგორ ახდენენ ტრანსფორმაციას. აქვე ერთს დავძენ, ესეთი უკვე გავრცელებული შეხედულება არის, რომ რა თქმა უნდა, ერთი ნეგატიურს გაგიზიარებთ, რომ ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს ადამიანს. მაგრამ ამ სფეროში ვინც გათვითცნობიერდა, მიხვდა, რომ ხელოვნური ინტელექტი არ ჩაანაცვლებს ადამიანს, მაგრამ ხელოვნური ჩაანაცვლებს იმ ადამიანს, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს არ აითვისებს. როგორც ეს მოხდა ინდუსტრიული რევოლუციის დროს, ბევრი ეპოქის დროს მოხდა, ბევრი კომპანია დაიხურა მაშინ, როცა ვთქვათ, ვერ აუწყო ინტერნეტის რევოლუციას ფეხი და ბევრი კომპანია დაიხურება თუ ხელოვნური ინტელექტის რევოლუციას არ აუწყობს ფეხს. მოკლედ მაგაზე გვექნება ეს სესია, მერე გვექნება workshop-ი, კარიერა AI-ის ეპოქაში. AI ქმნის ძალიან ბევრ ახალ პროფესიას და ძალიან საინტერესო პროფესიებს ქმნის. ძალიან საინტერესო პროფესიებს ქმნის და მაგაზე გვექნება ჩვენი პროფესორი მარიამ ბოლქვაძე, რომელიც ასევე არის ჩვენი კვლევით დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ისაუბრებს კარიერაზე. ჩვენ ერთ-ერთი კვლევა რაც დაგეგმილი გვაქვს არის ზუსტად ამაზე. გვინდა რომ გამოვიკვლიოთ, ან სამეცნიერო კვლევა ჩავატაროთ კარიერაზე და მოკლედ მარიამი უძღვება ამ ყველაფერს და გაგესაუბრებათ მაგ თემებზე. ბოლო ნაწილი შეჯამება, რომელიც დაიწყება 4 საათზე და იქნება, დაახლოებით 45 წუთი, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, გავახანგრძლივოთ ჩვენ დისკუსიები, იმიტომ რომ ეს არის დასაწყისი. ამით ვიწყებთ. და ვისაუბროთ ამ თემებზე. ეხლა მე მინდა სიტყვა ვთხოვო ჩემ კოლეგას, ჩვენი ვიცე-რექტორი ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით, ქალბატონი ეკა ლუაშვილი, რომელიც სიღრმისეულად ჩართული არის AI ტრანსფორმაციის სფეროში, მიმართულებით უნივერსიტეტში. ანუ ნახეთ ეხა ერთი პრობლემა რა გვაქვს ხოლმე ყოველთვის, რომ ორგანიზაციები ითვისებენ AI-ს სექტორულად. ანუ თითო ადამიანი რაღაცას აკეთებს, რაღაცას მოდი ესე ვთქვათ, ქართული სლენგი რო გამოვიყენოთ, ხლაფორთობს. ხო, რა კაი სიტყვა გვაქვს ხლაფორთობს. მაგრამ
იმისთვის რომ ჩვენ ესე არ ვიწვალოთ ცალ-ცალკე რაღაცეებში, ხო? ჩვენ გვჭირდება ინსტიტუციური მიდგომა და აი ეკავს ხო 1-2 სიტყვით ამაზე გვესაუბროს. ძალიან დიდი მადლობა, ლევან. ამ შესაძლებლობისთვის, იმიტომ რომ ყველაზე ბედნიერი ვარ, როდესაც ხვდები ახალგაზრდებს და მაქვს შესაძლებლობა, რომ მათთან ერთად ვისაუბრო, მათი მოსაზრებები გავიაზრო, გავაცნობიერო, იმიტომ რომ სწორედ თქვენ ხართ ის ზალა, რომელიც ქმნის ინოვაციას და რომელიც არის გარდამქმნელი ზალა. ამიტომ მე დღეს გესალმებით თქვენ როგორც ადამიანებს, რომელსაც აქვს უნიკალური გამორჩეული ძალა გარდაქმნისთვის და დღეს ჩვენ ვიმყოფებით სწორედ ასეთ ეპოქაში, სადაც პროცესები ძალიან დინამიურად გარდაიქმნება. ეს არის ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქა. ეს შეძგი. კი, მადლობა. ძალიან რთულია საერთოდ ადამიანები მიდრეკილი არიან გამზადებული რეცეპტები კითხვებზე პასუხების სახით. ზოგადად გვაქვს ჩვენ ადამიანებს მსგავსი მიდგომა, რომ თითქოს ყველაფერზე ვიცით პასუხი და მომზადებული ვართ, რომ თავდაჯერებულად ნებისმიერ კითხვაზე გავცეთ ჩვენთვის ყველაზე, ასე ვთქვათ, არგუმენტირებულად მიჩნეული პასუხი. თუმცა მინდა გითხრათ, რომ პირადად ჩემ გამოცდილებას გაგიზიარებთ, AI და მისი რეალობა არის ჩემთვის ასოციაცია ძალიან ბევრი კითხვის და ნაკლები პასუხის. ჩვენ ვართ ამ რეალობაში, როდესაც ჩვენი მთავარი გამბედაობა ეფუძნება არა იმას, რამდენად სწორად ან არასწორად პასუხობთ, არამედ ეფუძნება იმას, თუ რამდენად გვაქვს გამბედაობა იმის, რომ დავსვათ კრიტიკული კითხვები. და შემდგომ უკვე ამან მოგცეს იმისი ძალა და ინსპირაცია, რომ ამ კრიტიკულ კითხვებს ასევე პასუხისგებლობით უპასუხოთ. არ ვიცი თქვენთვის როგორი ჟღერს ყველაზე საშინელი ფრაზა, არ ვიცი დილით რო გაღვიძებენ, თუ რასთან არის დაკავშირებული. მეც თქვენი ასაკის შვილი მყავს და ვიცი დაახლოებით მისთვის საშინელი ფრაზა რა არის. აი მე გაგიზიარებ ჩემთვის რა არის საშინელი ფრაზა. ყველაზე საშინელი ფრაზა არის ის, რომ როდესაც ადამიანები ამბობენ ამას მე ყოველთვის ასე ვაკეთებდი. აი ეს არის ჩემთვის პირადად ყველაზე საოცრად საშინელი ფრაზა, რომელიც ადამიანს თავისი უნიკალური შესაძლებლობებით ტოვებს წარსულში. დიახ, დღეს არის ეპოქა, ჩემო ძვირფასო ადამიანებო, როდესაც ჩვენ უნდა ვუთხრათ არა ამ ფრაზას. ჩვენ არ უნდა ვაკეთოთ დღეს ისე, როგორც ამას ვაკეთებდით გუში. ახლა ერთი პატარა მაგალითი მინდა შემოგთავაზოთ AI ტრანსფორმაციის გამოწვევებთან და AI ტრანსფორმაციის გამოყენების სიკეთესა თუ პირიქით შეიძლება ნეგატიურ როლზე. ერთ მაგალითს გაგიზიარებთ, ფიქრობ თქვენთვის საინტერესო იქნება და შემდგომ ისეთი საინტერესო ვორქშოპები გაქვთ თქვენ. ალბათ ზუსტად ეს ის თემებია, რომელზეც თქვენ მოგეცემათ იმის საშუალება, რომ შემდგომ აი თუნდაც ეს კონკრეტული მაგალითი, რომელსაც ახლა მე მინდა რომ თქვენ გაგიზიაროთ, ამაზე დაფიქრდებით და უკვე იმსჯელებთ რა არის AI ეპოქაში ლიდერის როლი და აი აქ ჩვენ უკვე უნივერსიტეტი როგორც ინსტიტუცია, ფუნდამენტური ინსტიტუცია, რა როლი შემოდის. ხა მაგალითი რაში მდგომარეობს? მაგალითი გახლავთ ესეთი, რომელმაც ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამერიკის ერთ-ერთ ქალაქში მეტროსადგურში იყო ექსკალატორი და უფრო დიდი ფართობი ეკავა კიბეებს, ჩვეულებრივად ფეხით ასასვლელ კიბეებს და დაკვირვებით აღმოჩნდა, რომ კიბით არავინ არ სარგებლობს, მეგობრებო. ახლა რასაკვირველია, პასუხისმგებელმა პირებმა დაიწყეს მსჯელობა, რომ როგორ გადაწყვიტონ პრობლემა. ყველას უნდა ექსკალატორით ასვა, თუმცა რიგები არის ამ დროს და არ ხდება კიბით გამოყენება. რასაკვირველია, ახლა ძალიან ბევრი აზრი იქნა განხილული და ამაში AI-ს დაიხმარეს. ნახეთ, AI-ს დაუსვეს მათ კითხვა,
ChatGPT-ს სავარაუდოდ ამერიკაში ხდება ეს ყველაფერი. დაუსვეს კითხვა, რომ როგორ გადაწყვიტონ პრობლემა, რომ გამტარუნარიანობა იყოს უზრუნველყოფილი და მან უპასუხა, ამისთვის კიბე უნდა მოვხსნათ და დავამატოთ 2 კიდევ ესკალატორი. მივიღეთ პასუხი, AI-მ გვიპასუხა ეს. აი ეხლა უკვე შემოდის თქვენი, მე როგორც თითოეულ თქვენთაგანს გიყურებთ ლიდერის როლი. გამოვიყენეთ AI და AI-მ გითხრა, კიბეები მოხსენით და ესკალატორებით ჩაანაცვლეთ. ეს არის ფორმულა, რომ გამტარუნარიანობა იყოს უზრუნველყოფილი. და ამ დროს რა გადაწყვეტილებას იღებს ამ მუნიციპალური, ასე ვთქვათ, პასუხისმგებელი პირი. ის კრებს ძალიან კრეატიულ გუნდს, რომელსაც აძლევს დავალებას, რომ მოვიფიქროთ ისეთი იდეა, რომელიც ადამიანებს გაუჩენს мотиваციას, რომ გამოიყენონ კიბეები. და იწყება ფიქრი ამაზე, როგორ უნდა გააკეთონ ეს და რა მოიფიქრეს. შემდგომ მე აუცილებლად მოვიძიებ ამ ვიდეოს და ლევანის საშუალებით და ჩვენი გუნდის საშუალებით ამ ვიდეოსაც თქვენ გაგიზიარებთ. რა ხდება? მოიფიქრეს ასეთი რამ, რომ კიბეებს ქონოდა ფორტეპიანოს, ანუ დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, აი ეს ასეთი გაფორმება და ასევე ინოვაციურად ყოველი ნაბიჯის დადგმის დროს გამოსცემდეს ამ ხმას. და მართლაც ასე მოხდა, ჩემო მეგობრებო, ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული და კიბეს მიეცა ზუსტად აი ამ ფორტეპიანოს და არაჩვეულებრივი ჟღერადობის როგორც ვიზუალი, ასევე შესაბამისი ხმა. და პირველი დღე, როდესაც ეს მოხდა, ადამიანები ინერციით წავიდნენ, პირველი ინერცია რაც მოხდა ესკალატორისკენ, ამას უყურებდნენ ესკალატორიდან აი ესე, როგორ გამოიყურება, რა არის, რა დანიშნულებით არის და პირველი ვინც გადაწყვეტილებას იღებს, რომ ეს კიბეები გამოიყენოს, სკოლის მოსწავლეები. 4 სკოლის მოსწავლე ხელი-ხელ ჩაკიდებული, აი ერთნაირად ესე პირდაპირ ხდება პირველ საფეხურზე და უცებ ძალიან საოცარი ხმები მეტროს სადგურში და იწყება ამით საოცრება. იწყება საოცრება, რომ აბსოლუტურად აღარავის აღარ უნდა და აქ არის საოცარი დღეების განმავლობაში ჩანაწერები მერე, როგორ ხდება ასაკოვანი ადამიანები, როგორ არიან უცებ გამოდიან ჩანთებით და რომ დადგავენ ფეხს და ეს ჟღერადობას ისმენენ, როგორი ემოცია აქვთ, რა ხდება მის ცხოვრებაში, ბავშვები თავის მშობლებთან და ბებია-პაპებთან და ასე ვთქვათ, თანხმლე პირებთან ერთად, როგორ საოცრად ემოციურად ადიან ამ კიბეებზე და ყველაფერი ეს ჩემო ძვირფასებო მინდოდა გამეზიარებინა თქვენთვის იმის ილუსტრაციოთ, რომ ნებისმიერ ეპოქაში და მით უმეტეს ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში ადამიანის სიბრძნე, ადამიანის კრეატიულობა და რაც ყველაზე მთავარი გახლავთ, მიზანი, რაც არ აქვს და ვერ ექნება AI-ს, ერთად შეკრიფოს ადამიანები და შთააგონოს ისეთი მიზნისთვის და ისეთი ქმედებისთვის, რომელიც იქნება სარგებლიანი დიდი მასშტაბით. არა მხოლოდ ჩემთვის, თქვენთვის და ინდივიდუალურად, ამაშიც არაფერია ცუდი, მაგრამ ლიდერის როლი არის სწორედ აი აქ. მან შეძლოს არა დაარწმუნოს ადამიანები, არამედ შთააგონოს, რომ თვითონ მიიღონ მათთვის სასურველი გადაწყვეტილება. შესაბამისად, ჩემო ძვირფასებო, ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში, როგორც უკვე გითხარით, ძალიან ბევრი კითხვები ჩდება და ერთ-ერთი კითხვა ეკუთვნის ზუსტად რაც ლევანმა არაჩვეულებრივად თქვა, ანუ სეგმენტურად რა ემართება, როდესაც სეგმენტური კონტექსტიდან ამოვარდნილი გადაწყვეტილებების მიღება ხდება განსაკუთრებით AI ეპოქაში და უნივერსიტეტი არ არის მომავლისთვის მზად უნივერსიტეტის სტატუსით წარმოდგენილი. ანუ ჩვენი როლი უნივერსიტეტის თქვენთან მიმართებით არის სწორედ აი
ამ შესაძლებლობების შექმნა თქვენი პოტენციალის გამოვლენა სწორედ ამ მიმართულებით. არა გამზადებული ფრაზების, გამზადებული სისტემის თავზე მოხვევა და დარწმუნება, რომ თქვენ ეს გჭირდებათ, თქვენ ეს დაგეხმარებათ, არა. შესაძლებლობების შემოთავაზება, მრავალფეროვანი შესაძლებლობების შემოთავაზება იმისათვის, რომ თქვენ შეძლოთ გათვითცნობიერებული გადაწყვეტილებების მიღება. თქვენ ძალიან ალბათ დარწმუნებული ვარ, გიყვართ ჰარი პოტერი, გიყვართ თანამედროვე ანიმეები და მსგავსი ასე ვთქვათ ის გმირები, რომლებიც თქვენთვის არიან ძალიან მახლობლები. და რომ ვფიქრობ ახლა დღეს, როდესაც მოვდიოდი თქვენთან შესახვედრად და უნდა მესაუბრა AI-ზე, ვფიქრობდი, რომ თქვენ რეალურად რაში დაინახავდით თქვენს ძალას. ანუ რა არის ის ძალა, რომელმაც სისტემები უნდა გარდაქმნას და რამ უნდა გაიძულოს, როდესაც ყველაფერი გამზადებულია. მით უმეტეს AI ეპოქაში, როდესაც მას ვეკითხებით, გვაძლევს პასუხებს, მას შეუძლია ჩვენთვის დავალებების შესრულება და რა უნდა გახდეს ის ინსპირაცია, რომელმაც თქვენ უნდა განგასხვავოთ მიმდევარისგან, ანუ როგორ უნდა იქცეთ თქვენ ლიდერებად. და გამახსენდა ასეთი ასოციაცია სწორედ ჰარი პოტერის ასე ვთქვათ გააზრები და კონტექსტიდან, რომ ალბათ ჰარი პოტერი მთლიანად მისი სიბრძნე თქვენ გეუბნებათ ერთადერთ სათქმელს, რომ არანაირი ჯადოქრობა არ არსებობს, ასე ცალკე აღებული, თქვენში არის ერთადერთი ჯადოქრობა, ეს არის თქვენი შინაგანი ძალა და ხმა, რომელიც თქვენ გაძლევთ გამბედაობას, მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. მიიღოთ გადაწყვეტილებები, რომელიც თქვენ შეგაქმნებინეთ ისეთ მომავალს, რომელშიც თქვენ თავად გსურთ რომ იყოთ. და ყველაზე წარმატებული ადამიანი არის ის ადამიანი და ყველაზე გამორჩეული ლიდერი არის ის ადამიანი, რომელიც არ ელოდება ოცნებების ახდენას სხვისგან, არამედ თვითონ ისახავს მიზნებს და თვითონ მოქმედებს ამ მიზნების მისაღწევად. მე მინდა გისურვოთ, რომ ჩვენი უნივერსიტეტის შესაძლებლობები, ამ ინსტიტუციური ძალიან მრავალფეროვანი შესაძლებლობები, რომელიც თქვენი პოტენციალის გამოვლენას და შემდგომ მის უკვე მრავალფეროვან რეალიზებას ემსახურება, გამოიყენოთ სრულფასოვნად, ჩვენ დაგხვდებით, გიმასპინძლებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენთან ერთად შევქმნათ ის მომავალი, რომელშიც ჩვენ თავად გსურს, რომ ვიცხოვროთ და ერთმანეთს მოუტანოთ სიკეთე. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებულ დღეს გისურვებ.